მიუხედავად მოუცლელობისა, ოჯახის წევრები მაინც ვახერხებთ ხანდახან. პაპისოულ სახლში, მაღალმთიან სოფელ გეგელიძეებში თავმოყრას. ახლაც თბილისიდან ძმისა და რძლის სტუმრობით გახარებულები შევიკრიბეთ. ეს ჩემი ძმა, ზაზა. იგი ფილოლოგია. ჩემი და მზია მხატვარია. გობელენებს გსოს. ეს ჩემი მეუღლე და ბავშვები არიან. ოჯახში თითქმის ყველა ხელოვნებას ემსახურება. ერთ დროს მეც ვწერდი ლექსებსა და მოთხრობებს. ამიტომაც ყველას გაუკვირდა ჩემი არჩევანი, განსაკუთრებით მამაჩემს. მე მეგონა რომ მერი ლექსების სიყვარულით ფილოლოგიისა და ლიტერატურის გზას გაყვებოდა. ჩვენ და მოულოდნელად შეცვალა ეს ყველაფერი და ოქროს მედალზე დამთავრებული ჰქონდა საშუალო სკოლა, ყველა საგანში კარგად გრძნობდა თავს, ეთყობა და გაგვახარა იმით რომ შევიდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შეშინებული ვიყავი, როდესაც მერის ჩააბარეს ამ ხელასაწარმო. მე მინდა რომ ის მუდამ წარმატებით მუშაობდეს და წარმატებით ასრულებდეს თავის მოვალეობას თავისი ოჯახისა და თავისი ხალხის წინაშე. სიალა თათბირს ვიწყებ, გამოიძახე მთავარი ინჟინერი, მოადგილეები და განყოფილების უფროსები. თეთრი სამუშაოზე გავიდო. როგორ მდგომარეობა? საერთოდ გაერთიანებაში შემოსვლა აღარ არის. ეს აუცილებლად შესრულება. გადატვირთვა, მიდის ნორმალურად თუ? გადატვირთულია 803.000 მონეტის პროდუქცია. ჩამოჩენა გამოწვეულია контейнерების გამო. Луда. Да. Вы звонили на контейнерной площадке? Да, звонили. Ну, обещают они с учетом вчерашнего разрыва обеспечить нас? Да, они сказали, что у них имеется наш товар, и они обязательно дадут 10 контейнеров нам сегодня. Хорошо, спасибо. Села. ამჟამად რამდენი მოდელი გამოდის ხარისხის ნიშნად? ხარისხის ნიშნული პროდუქცია გამოდის 16 მოდელი. და წლის ბოლოსათვის გეგმა შესრულდება თუ უზრუნველყოფილი ვიქნებით ჩვენ ნედლეული. ურამ, ნედლეულით მომარაგების საქმეში რაიმე გაუმჯობესება იგრძნობა თუ არა? დღეისათვის ნაშთი არის 1,275,000 მონეტის ქსოვილი. ესე იგი 400,000 მონეტზე ნაკლებია ლიმიტი შეტარებული. მე დავუკავშირდი ტელეფონად ივანოვს და კამიშინს, დირექტორის მოადგილეებს. და შემბიდანო გამოაგზავნია ქსოვილი. ახანაგებო, გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი, წლის მეოთხე კვარტალი. და ჩვენ ყველა ჩვენთაგან ძალიან საპასუხისმგებლო დავალება გვაქვს, რომ ყველაფერი, რაც განვიხილეთ, შესრულებული იქნას დროულად. თან რაიმე პრობლემა თუ შეგექმნათ, იმ წუთში გამაგებოდეთ, რომ დროზე მიიღოს ომები. დავიშალოთ და ხვალ ამავე დროს შევიქნით. ბათუმის სამკერვალო გაერთიანებაში 1975 წელს მოვედი. ჯერ კიდევ ახალგაზრდასა და გამოუცდელს უდიდესი ნდობა გამომიცხადეს. მან დეს 2600 კაციანი კოლექტივის ხელმძღვანელობა, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. თანაც კოლექტივში ბევრი ჩემი ყოფილი პედაგოგი დავხვდა. ისინი სასკოლო საწარმოო პრაქტიკის დროს გვასწავლიდნენ. ამიტომ მათთან შეხვედრით გამოწვეული ჩემი შეცვლილება, მორიდების გრძნობა და ერთგვარი უხერხულობა პირველ ხანებში გასაგებიც იყო. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ვცდილობდი ჩემი ახალგაზრდობით უნებლიო შეცდომები არ დამეშვა. მე ძალიან მიყვარს ჩვენი კოლექტივი. აქ ვისწავლე მე ნამდვილი შრომისა და ადამიანების ფასი. დღეს მხარში ვუდგავართ ერთმანეთს 19 ეროვნების ქალი. ერთმანეთის სიხარულით ვხარობთ, შრომობთ. ერთი სადგივარი ყველა სადგივარია. არ ვიცი როგორ გავამართლე მე ჩვენს ქალებს, მაგრამ მე კი მათი ძალიან მადლიერი ვარ.
ჩვენი ფაბრიკის მუშათა დიდი ნაწილი ქალები ვართ. და ჩვენ ყველა მოხარული ვართ, რომ ჩვენს ფაბრიკას სათავეში უდგას ქალი დირექტორი მერი ხალვაში. იგი არის თბილი, კეთილი, გულისხმიერი ადამიანი, მუშათა კლასის ინტერესების დამცველი. ყოველთვის მხარში ვიდგას, თუნდაც იმიტომ, რომ ის ქალია. ჩვენს ქალთა კოლექტივში მამაკაცებიც გვირევია. თავარი ინჟინერი, მოადგილე, მშენებელი და სხვები. წარმოიდგინეთ, ხშირად იტანენ დირექტორ ქალს. ჩემს ქალურ ხასიათს მათი მამაკაცური სიდინჯე და სიმშვიდე უპირისპირდება. ყოველდღიურ საძრუნავთან ერთად ჩვენ ბევრს ვფიქრობთ პერსპექტივაზე, სიახლეებზე. დამნერგეთ კომპლექსურ მექანიზირებული ხაზები. ავარჩენით ახალი მოსამზადებელი სამყარო. მომავალში მეთაურის საწარმოს გაფართოებაც გვაქვს დაგეგმილი. ეს ჩვენი სამხატვრო საბჭოა. სამხატვრო საბჭოზე ხშირად ვდაობთ. ერთი შეხედვით ისეც გეგონებათ, თითქოს ერთმანეთს არც უსმენდეთ. ახლა ჩვენმა კამათმა კულმინაციურ წერტილს მიაღწია. უნიფიცირებული დეტალები რო იყოს შენ რაღაცა სიახლეები მოდელები, რომელიც დავათვალიერეთ, რომელიც ვნახეთ, უზრუნველყოფილი იქნება თუ არა ნედლეული, თავის შესაკრავებით და სულ ყველა დამხმარე მასალით, რაც სჭირდება ამ პროდუქციის გამოშვებას. მიღებული იქნას გადროლებაში ის საკითხები, რაც ჩვენ ვერ ვთქვათ ადგილზე ვერ ვთქვათ. და უნდა მოვზემნოთ გზები, რომ ეს საკითხები გადავკვირდეთ. მაგალითად, მოდელების მიღების საკითხი არის თავის დროზე. ჩვენ ვღებულობთ მოდელებს თითქმის 6 ფიტად. ეს საკმარისი არ არის. რომ მისი ტექნიკური, ეკონომიური მაჩვენებლები გარიმოთ, უნდა დაისვას საკითხი. სუბგრაძოლობაში, რომ საერთოდ 1 წლით ადრე, 2 წლით ადრე, რომ მიიღოთ მაინც აქ შედეგს მიიღებს. აი თქვათ, ეს ძალიან ლამაზია. ძალიან შეფერება, მაგრამ შემოსული ქსოვილები შეესაბამება ამას? არც ერთად. ჩვენი შესაკრავები, აი ეს ელვა არა გვაქვს ასეთ, ხო? აი ამის შარვალი ვთქვათ, ხო? აი ნახეთ. ესეთი უხეშია ეს. უხეშია, აი ამაში უხეშია. აი ნახე როგორ ტრიკოტაჟი, ქსოვილი ტრიკოტაჟი ესე. და ბავშვი როიგუნება, დგება, ეს არის ძალიან უხეში. განაწილებით მაშინ დავამუშავოთ ეს მოდელი სხვა ქსოვილზე დავამუშავოთ. რა ქსოვილი? ერთბედი ციხე შემოსული არის წარმოებაში, ლიონის ქსოვილი და ვფიქრობ, რომ გადამტკიცება სელის ქსოვილი და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სელის ქსოვილისგან გადავამტკიცოთ ეს სიუჟეტები. ჯინსის უხეშია. ჯინსი არ შეიძლება. ჯინს მყიდველი აღარ არის. ვილაპარაკოთ იმაზე, ეს модели გავა, გაიყიდება, აქვს მას მოსახლეობაში მოთხოვნილება თუ არა? На протяжении многих лет Батумский универсам связывает тесная дружба с производственным Батумским объединением. У нас показывается очень много новых моделей, до 70-80 новых моделей. Причем все эти модели всегда радуют нас. И удивительно то, что моделеры, инженера во главе с руководителем этого объединения Мэри Фридоновны Халваши почти никогда не ошибаются в предложенных нам моделях. Эти модели пользуются у нас особенно повышенным спросом. И вы знаете, иногда даже удивительно думаешь, как они могут это, ведь продукцию они выпускают, начиная от самых маленьких, то есть и ясельного, и школьного, и дошкольного возраста, и удовлетворяют потребность даже самых, изысканных наших модниц. Когда нам бывает трудно, мы обращаемся к ним и просим их еще как можно побольше увеличить эту продукцию. В этот день, когда мы получаем продукцию Батумского швейного объединения, мы все очень просто рады, потому что все уходят с покупками, удовлетворяем потребность, почти всех. ბათუმის სამკერვალო გაერთიანების შემადგენლობაში ხულოს ფაბრიკის კოლექტივი ყველაზე ახალგაზრდა. აქ ახალ 500 ადგილიან საწარმო კორპუსში გადავედით. ხულოს ფილიალის გახსნას დიდი სასიკეთო მნიშვნელობა აქვს რაიონისათვის.
როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ისე მთის სოფლებში მოსახლეობის დამაგრების მიზნით. მუშებთან საუბრისას მრავალი პრობლემა წამოიჭრება ხოლმე. ჩვენს ფილიალში დასაქმებულია თითქმის უმრავლესობა ქალიშვილები და ძალიან კარგი იქნება თუ მძიმე მრეწველობის განხრით აგვიშენებენ ჩვენივე რაიონში რაიმე საწარმო, სადაც დასაქმებული იქნებიან ვაჟიშვილები და ჩვენი ქალიშვილები და ჩვენი ჭაბუკები აქვე შექმნიან ოჯახი. ჩვენი გაერთიანების მეთაური საწარმო ერთ-ერთი უძველესი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აქ დღესაც მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც ფაბრიკის 50 წლიანი ისტორია შექმნეს. გაერთიანებაში მოსვლის დღიდან მევგრძნობდი მე მათ დედურ ყურადღებასა და ზრუნვას. 50 წელია მუშაობ ამ ფაბრიკაში. როცა ფაბრიკას საძირკველი ჩაეყარა, იმის მონაწილეც ვარ მე. ამ ადგილზე პატარა ქოხები იყო და ის ქოხები რო აიღეს, რომ ეს ფაბრიკა ეშენებია, იმის აწმენდაზე ადგილების მოწმენდაზე ჩვენ ღებულობდით მონაწილეობა. მოაშენდა ეს ფაბრიკა და მუშები არ ყავდათ, რას შეგოდით? 1923 წელს იქნენ მოვლინებული ქალები სოფლებში და წარმოიყვანათ აჭარელი ქალები, რომ ჩაებათ საქმიანობაში. მე მაშინ ჩადრი მქონდა, ჩადრი მოვიხადე. ჩამოვედი წარმოებაში და დავიწყე მოსწავლეთ. შემდეგ კი გადამეყვანე მუშად. 1928 წელში პირველი არჩევნები იყო უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის. მე სულ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მე თუ დამასახელებდნენ უმაღლეს საბჭოს დეპუტატად, მთავრობის წევრი გახდებოდი, ეს არ წარმომედგინა აჭარელ ხალხს. Ну, началась Великая Отечественная война, наши товарищи много ушло на фронт. Тяжело было, конечно, работать по 12 часов. Фабрика стала переходить на военные изделия. Мы изготовляли пилотки, пигоны, погоны. Вошли потом в историю бикеши, вплоть до чувств пограничникам. Ну, перенесли это все. Никакого нет сравнения. Фабрика уже оборудована новым современным оборудованием, что значит улучшает качество нашей продукции. Пошиваем мы прекрасные платья, халаты, детскую одежду. Нашей фабрике вот 18 декабря будет 50 лет. И наша Меречка, вторая женщина-директор на этой фабрике, оправдывает себя, план выполняет. შრომის ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფისათვის ახალი ფორმების ძიებისას დავწუნდი მეტი ცოდნა საჭირო. დღეს მოსკოვის შრომის ინსტიტუტის ასპირანტი ვარ. Современный директор должен так организовать свою работу, чтобы все было нужное в нужное время и в нужном месте. А для этого необходимо организовать так работу, чтобы вся система производства действовала слаженно, согласованно, а это невозможно без повышения уровня организации труда, производства и управления. Вот именно этой целью и задалась Мэри Фридоновна Халваши, генеральный директор швейного объединения в Батуми, создать такую систему, которая позволила ей всегда, как говорится, держать руку на пульсе, знать, где имеются узкие места, где нужно искать резервы для того, чтобы повысить эффективность производства. Это ее и научная работа, сочетаемая с практической, внесет новый вклад в экономику нашей страны. 40% საზაფხულოთი და 60% საზაფხულო ქსოვილით, ესე 20% მათ შორის ხოვება. თანაბრობა არ არის დაცული ამ საკითხში. თანახმახარ ასე დაიგეგმები მომავალი წლისათვის. წელს რამდენი ხოდა თქვენ საბინაო მშენებლობაზე გამოყოფილი თან? 400-ს. რამდენი ათვისებული? ათვისებული იქნება 90. და რას ფიქრობთ თქვენ არ დაახენეთ ეს საკითხი ქალაქში ან იმასთან რომ მოგეთხოვათ პასუხი მშენებლებისაგან? შეიძლება ასე სამშენებლო თანხების დაკარგვა და უთვისებულობა? ეს საკითხი ჩვენ ქალაქში შევადარქვეთ, აქტივისტობა იყო, ჩვენ წარმომადგენლები ისეთ გამოდიოდნენ და ითხოვდნენ იმას, რომ მიდანაც შაბარებულო ეს ჩვენ 40 ბენიანის სახლი. მაგრამ იმის გამო რომ ბათუმის სამშენებლო კომბინატი ვერ უზრუნველობს იმ გეგმებს, რაც არის მასზე მიცემული, ამიტომ დღესდღეობით აი ეს მშენებლობის საკითხი არის ტემპერატურა დაამდაბალი და სათულ არის იმ საკითხი. მოკლედ ჩვენ ყველამ დავაკელით ხელი იმას, რომ ეს სახლი აშენებულიყო და დროზე მუშების შეგვესახლებინაში.
მერი ხალვაშს წამყვანი როლი უჭირავს იმ ატმოსფეროს შექმნაში, რომელიც დღეს კოლექტივში სუფევს. ის მუდმივად ეძებს ახალ ფორმებსა და მეთოდებს პარტიულ კომიტეტთან ურთიერთობისა, ახალგაზრდობასთან სიახლოვისა, სამეურნეო და იდეოლოგიური მუშაობის ერთიანობისა. ყოველივე ეს კი ქმნის მტკიცე საფუძველს გეგმების და ვალდებულებების შესრულებისა. სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა ის, რომ ბათუმის კომუნისტებმა მერი ხალვაში აირჩიეს საქართველოს კომუნისტური პარტიის 26 ყრილობის დელეგატად, ხოლო ამ ყრილობაზე მას დიდი პატივი დაედო გამხდარიყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 26 ყრილობის დელეგატი. ამბობენ, კარგი დირექტორი მხოლოდ პერსპექტივასა და კადრებზე უნდა ზრუნავდეს. მაგრამ ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა. ჯერჯერობით კი კვლავ გეგმა, უამრავი გადასაწყვეტი პრობლემა, ახალი საამქროს გაშვება, საცხოვრებელი ბინის მშენებლობა, ფონდები, ყოველდღიურობა. ფაბრიკა იწყებს თავის 51 წელს. აქედან ჩემთან ერთად მერვე წელიწადს. და მართლაც არ წარმომიდგენია ამ სირთულეების გარეშე ცხოვრება. ეს მხოლოდ მიჩვევ არ არის, ეს ჩემი საქმეა.